საღამო მშვიდობისა, ძალიან დიდი მადლობა, რომ დაგვთანხმდით და ერთვებით გადაცემაში. ბატონო პაატა, პირველ რიგში ვისაუბროთ პაპილომა ვირუსის შესახებ, რომლის ფარგლებშიც სახელმწიფო პროგრამა ძალიან ბევრ ღონისძიებას ითვალისწინებს და თუ შეიძლება თქვენგან გავიგოთ, რა ხდება პაპილომა ვირუსთან მიმართებაში. პირველ რიგში მადლობა მოგახსენებთ მოწვევისათვის, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მოსახლეობას გქონდეს სრული და მომწურავი ინფორმაცია. ისეთი მართლაც მძიმე დაავადება, როგორც არის პაპილომავირუსის გამოწვეული, თქვა საშვილოსნოს ყელის კიბო და სხვა შორის არ მარტო საშვილოსნოსი, არამედ სხვა ორგანოების კიბოც შეიძლება გამოიწვიოს პაპილომავირუსმა. და ის თუ რა კეთდება იმისათვის, რომ ჩვენი მოსახლეობა დაცული იყოს ამ ვირუსისაგან, კიბოსაგან, აქვე ვიტყვი, რომ იცით, სულ არის ორი ვაქცინა, ისე ვთქვათ, ორი დაავადების საწინააღმდეგო ვაქცინა, რომელიც პრინციპში კიბოს ვაქცინა არის. ეს არის ერთი ბ ჰეპატიტი, რომელიც დიდი ხანია უკვე ჩვენთან ბავშვები იწრებიან და მეორე, აი საშვილოსნოს ყელის კიბოს საწინააღმდეგო, ანუ პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა. თვითონ საშვილოსნოს ყელის კიბოზე რო ვილაპარაკოთ, ეს არის ქალებში მეოთხე თავისი სიხშირით კიბოებს შორის ქალებში და ნუ დედამიწაზე 700,000-მდე ქალი სამწუხაროდ ავადდება ყოველწლიურად აი ამ საშვილოსნოს ყელის კიბოთი. ჩვენთანაც ეს კიბოს სამწუხაროდ ქალებში ასევე საკმაოდ გავრცელებულია და სწორედ ამიტომაც ჯერ დაინერგა ქვეყანაში აი სკრინინგის პროგრამები, იცით, რომ ეს სკრინინგის პროგრამები ტარდება სამი სახის კიბოს გამოსავლენად. ეს ჯანმრთელებს ეხება თითქოს აი ბევრს ეშინია ხოლმე თქვა აი რაღაცა მისვლა. ეს სწორედ ის არის, რომ აი ჯანმრთელი უნდა მივიდეს და პერიოდულად გაესინიოს, რომ თუ კი რამე არის წინამორბედი კიბოსი, რომ დროულად იყოს ის აღმოჩენილი და ასე ვთქვათ, დამკურნალები და ეს პირველად ემორჩილება მკურნალობას. აი, უნდა შეგაჩეროთ და კიდევ ერთხელ რომ გავუმეოროთ ტელემაყურებელს, ბატონო პაატა, სწორად აღნიშნეთ, ეშინია რიგით პიროვნებას, მაშინ, როდესაც მით უმეტეს, მაშინ, როდესაც არ აქვთ ინფორმაცია. ამიტომ პრევენციის სახით, რატომ არის მნიშვნელოვანი, ამას ხაზი გაუსვით ძალიან გთხოვთ. ხო, აი, მას ვამბობდი სწორედ, რომ ნუ პირველადი პრევენცია, ესე ვთქვათ, ეს არის ის, რომ ბავშვები უნდა იცრან, ეხლა მარტო ბავშვებისთვის არ არის ვაქცინა იცით და ვაქცინა ხელმისაწვდომია, როგორც ახალგაზრდა ქალბატონებისათვის, ასევე ვაჟებისთვისაც. ანუ 10-12 წლის ბავშვებს გეგმიურად უწევდებათ პაპილომავირუსის საწინააღმდეგო აცრა, ხოლო უფროსი ასაკის როგორც ასე ვთქვათ, გოგონებს ისე ვაჟებსაც შეუძლიათ 26 წლამდე ვაჟებს, ქალებს გაცილებით ასე ვთქვათ, მეტასაკშიც შეუძლიათ მიმართონ და აიცრან პაპილომას საწინააღმდეგო ვაქცინით. მაგრამ ეს არის პირველადი პროექტი, მაგრამ არის ადამიანების ის ჯგუფი, ასე ვთქვათ, უფრო ასაკში ვინც არიან, იმათ უკვე რა თქმა უნდა, იქ უკვე მეორადი პრევენცია საჭირო, ეს არის სწორედ სკრინინგის პროგრამები. აქედან გამომდინარე, ჩვენ ქვეყანაში ეს ორივე პროგრამა მუშაობს, რომ ადამიანები დაცული იყვნენ საშვილოსნოს ყელის კიბოსაგან. გასაგებია და რამდენად არის აპრობირებული დაუშვათ ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ, აი ანალოგიური აცრები და რამდენად მოაქვს ამ ყველაფერს შედეგი? ნუ ეს ვაქცინები, ასე ვთქვათ, ჩვენთვის შედარებით ახალია საქართველოში პაპილომავირუსის აცრა, თუმცა მსოფლიოში ის უკვე 20 წელიწადზე მეტია გამოიყენება და აი შედეგები, სწორედ იმ ქვეყნების შედეგები, სადაც პრაქტიკულად ანუ კიბოს წინარე მდგომარეობებიც კი აღარ არის უკვე საშვილოსნოს ყელისა, იმიტომ რომ აი ეს აცრა, რომელიც დაწყებული იყო ამ ქვეყნებში, როგორც გითხარით, 20 წელიწადზე მეტი ხნის წინ და უკვე გავიდა საკმარისი დრო იმისათვის, რომ ადამიანები დარწმუნებული იყვნენ, თუ რამდენად ეფექტურია ეს აცრები. ჩვენთან ახლა წელს უკვე შემოვიდა 9-ვალენტიანი ვაქცინა, ადრე იყო 4-ვალენტიანი ვაქცინა, სხვა შორის მსოფლიოში არის. რას ნიშნავს ეს? აი რა განსხვავებაა დაუშვათ, რატომ არის?
მსოფლიოში არის სულ 3 ტიპის ვაქცინა, არის 2-ვალენტიანი, 4-იანი და 9-იანი. დიახ. მინდა გითხრათ, რომ ძირითადად საშვილოსნოს ყელის კიბოს პაპილომავირუსი ბევრია. იქ დაახლოებით 40-ია, რომლებიც იწვევენ როგორც კიბოს იწვევს ძირითადად 2 ტიპი, ასე ვთქვათ, ამ პაპილომავირუსებისა. დანარჩენი პაპილომავირუსები იწვევენ აი მაგალითად მეჭეჭებს, ან ისეთ კიბოსწინარე მდგომარეობებს. ეს 2-ვალენტიანი ვაქცინა შეიცავს სწორედ აი კიბოს საწინააღმდეგო, რომელიც არის ის 2 ძირითადი ტიპი, იმ ტიპებს შეიცავს ვაქცინა. 4-იანი უფრო მეტ ფარავს, ასე ვთქვათ, უფრო მეტ ვირუსს ფარავს პაპილომავირუსისა, ხოლო 9-იანი კიდევ უფრო მეტ ფარავს და მათ შორის აი სასქესო ორგანოების მეჭეჭებია, ესეთი, ექიმებმა იციან ეს მოსახლეობა შეიძლება ნაკლებად, მაგრამ ეს მეჭეჭებიც, ასე ვთქვათ, მოიცავს უკვე 9-ვალენტიანი ვაქცინა. ანუ ეს არის ყველაზე უფრო მაგარი ვაქცინა აი ამ ძალიან მაგარ ვაქცინებს შორის, რომელიც ჩვენ ქვეყანაში უკვე ხელმისაწვდომია. გასაგებია. ბატონ პატა, აქვე გითხარით თუ შეიძლება გავრცელებულია ფაქტია. აი რა იწვევს, რა არის მთავარი გამომწვევი მიზეზი? პაპილომავირუსი 95%-ზე მეტი, ასე ვთქვათ, საშვილოსნოს ყელის კიბოს ეს დამტკიცებულია, ყველანაირი მეცნიერი მტკიცება, ეს არის პაპილომავირუსები. ახლა სამწუხაროდ ვიცით ჩვენ, რომ ისევე როგორც აი მაგალითად ბ-ჰეპატიტის ვირუსი ხა ბევრს გაუგია უფრო, ხო, ვიდრე პაპილომას ვირუსი, რომელიც იწვევს ღვიძლის ციროს, რომელიც შემდეგ გადადის ღვიძლის კიბოში. აი ნელ-ნელა, ასე ვთქვათ, კაცობრიობის მეცნიერებმა შეძლეს, რომ ჯერ აი ერთი ვაქცინა, მეორე ვაქცინა, ახლა უკვე გვაქვს აი პაპილომავირუსი, ანუ საშვილოსნოს ყელის კიბოს საწინააღმდეგო ვაქცინა. და თუ ჩვენი შვილები აცრილები იქნებიან, მათ ეს პრობლემა მომავალში საერთოდ აღარ შეაწუხებს, რომელიც კიდევ ერთხელ ვიმეორებ, დღეს სამწუხაროდ ძალიან ხშირად გვხდება ქალებში და თუ სკრინინგსაც არ ჩაიტარებენ და ძალიან გვიან მივლენ, სამწუხაროდ მერე უკვე შეიძლება სავალალოდაც დავთავრდეთ. მესმის, აი მე კითხვა კიდევ უფრო მინდა ვრცლად დაგისვათ, რა გარემო პირობები იწვევს ზოგადად პაპილომა ვირუსს? ეს არის კვებასთან დაკავშირებული, ჰაერთან დაკავშირებული, დავუშვათ ნერვულ სისტემასთან დაკავშირებული, თუ რაიმე სხვა პროცესთან დაკავშირებული? პაპილომა ვირუსები სქესობრივი გზით გადაეცემა. ეს არის ყველაზე ფართოდ გავრცელებული სქესობრივი გზით გადამდები დაავადება. და მინდა გითხრათ, რომ ვისაც აი სქესობრივი ცხოვრების დაწყების შემდგომ ადამიანების, ახალგაზრდა ადამიანის რაღაც აი 25 წლის ასაკისთვის უკვე თითქმის 80% ბიჭებისაც და გოგოებისაც უკვე ინფიცირებულები არიან პაპილომა ვირუსით. რა თქმა უნდა, კიბო მერე ყველას არ დაემართება. დიახ. აი ეს პაპილომა ვირუსისთვის, ასე ვთქვათ, ძალიან მაგრამ ის თითქმის ყველას აქვს. აქედან გამომდინარე, სქესობრივი კავშირის დროს ის ძალიან ადვილად გადადის ერთი ადამიანიდან მეორე ადამიანზე. სქესობრივი ცხოვრების დაწყების შემდგომ ადამიანების უმრავლესობა უკვე ინფიცირებულია ამ ვირუსით. ამიტომ ძალიან კარგია სწორედ ბავშვების აცრა, სანამ ისინი დაიწყებენ სქესობრივ ცხოვრებას. ამიტომაც არის, რომ ეს არის 10 წლის ასაკში, ანუ უკვე მომზადებული რომ შეხვდეს ბავშვი, იმიტომ რომ ეს შეიძლება ბიჭისგანაც იყოს, შეიძლება გოგოსგანაც იყოს, აქედან გამომდინარე, რო არ მოხდეს შემდგომში ინფექცირება და ამ ინფექცირებას არ მოყვეს როგორც მეჭეჭების განვითარება სასქესო ორგანოებზე, ასევე სხვა კიბოსწინარე დაავადებების და საბოლოოდ კიბოს განვითარება, აი ამის პრევენციაა სწორედ პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო აცრა. დიდი მადლობა ბატონ პატა, ძალიან საჭირო ინფორმაციას ავრცელებთ ჩვენი ტელემაყურებლებისთვის და ძალიან დროულად ავრცელებთ ამ ინფორმაციას. თუმცა ჩვენ ახლა ეთერში გვყავს სტუმარი პატა იმნაძე, არაფრით არ შემიძლია რომ არ კითხოთ რესპირატორულ დაავადებებთან დაკავშირებით, ვირუსთან დაკავშირებით, რა სახის ვირუსი ცირკულირებს დღეს საქართველოში, რამდენად არის საშიში ეს ვირუსი და როგორ უნდა გავუმკლავდეთ მას? ახლა ზამთარი ასე ვთქვათ,
სიძილიერე ცოტა გვაჩვენებს, იმიტომ რომ ცოტა ხნის წინ კაი ამინდები იყო, მაგრამ ეხლა ზამთარი მაინც ზამთარია. ეხლა ზამთარში ვირუსის გარეშე მე მგონი არავის არ გვინახია. სხვაჯერს ერთადერთი იყო კოვიდის დროს, კოვიდი ისე ლავრად იყო მოდებული, რომ აჩაგრა, ასე ვთქვათ, სხვა ვირუსები და მათ შორის გრიპის ვირუსი. ეხლა ჩვეულებრივი ზამთარია, ჩვეულებრივი გრიპის ვირუსებია. ყველა ანუ რაც ახლა ვირუსები დადეს, იმათი ნახევარზე მეტი, ასე ვთქვათ, უკვე გრიპია, ვისაც ემართება, დანარჩენიც არის, რა თქმა უნდა, განსაკუთრებით ბავშვებში შეიძლება იყოს რესპირატორულ სინციტიური ვირუსი, შეიძლება მაგალითად, რომელიც ასევე ხანდახან შეიძლება საკმაოდ ძიმედ წავიდეს პატარა ბავშვებში, მაგრამ ძირითადად მაინც დღეს ცირკულირებს გრიპის ვირუსი და რა თქმა უნდა, სიფრთხილე ყოველთვის არის საჭირო გრიპთან, იმიტომ რომ გრიპი, ყველას ქონია, ყველას გადაგვიტანია, მაგრამ სამწუხაროდ გრიპი შეიძლება გართულდეს, დამძიმდეს, მათ შორის ფატალურადაც დამთავრდეს. ამიტომ პირველი და ერთადერთი გამოსავალი ამის არის რა, რომ აცრები ხელმისაწვდომია, ჯერ კიდევ არის გრიპის სეზონი საქართველოში ჩვეულებრივ გრძელდება ხოლმე აპრილის ჩათვლით, ასე რომ გრიპი კიდე კაი ხანი იქნება. ჩვენ არა გვაქვს ასე ვთქვათ იმისი პროგნოზი, რომ ძალიან ეპიდემიურ გავრცელებას მიაღწევს, მაგრამ მიუხედავად ამისა, რა თქმა უნდა, ხა ვისაც დაემართება, იმისთვის ეს შეღავათი არ არის, ხო, სხვას არ დაემართება. ამიტომ ყველას მოვუწოდებ კიდევ ერთხელ აიცრან, თავი დაიცვან გრიპის გართულებებისაგან, ის ძალიან კარგად იცავს. დიახ. აქედან გამომდინარე ძალიან მნიშვნელოვანია და მეორე რა თქმა უნდა ავატყოფი არ უნდა მიდიოდეს სკოლაში, ბაღში, სამსახურში. აბსოლუტურად გეთანხმებით. უბუქი ავატყოფი ავრცელებს ვირუსს. მძიმე ავატყოფი წერს. ასე ვთქვათ, სიარული და ეს არ შეუძლია, იმიტომ რომ გრიპი ახლა ფონია ხო ყველას და ვიცით რომ თუ მძიმედ გვაქვს, სამსახურში წასვლის თავი ნამდვილად არ გვექნება. დედია აუცილებლად უნდა დავინდოთ საზოგადოება ერთმანეთი და თუ კი დავიცავთ იმ ნორმებს, რაც გათვალისწინებულია ამ დროს, ალბათ გაცილებით ნაკლები დაავადებული გვეყოლება. თქვენ COVID-19 ახსენეთ და გვახსოვს ის პერიოდი, როდესაც გვაფრთხილებდით, როდესაც ჩვენ ვიყენებდით ნიღაბს და ეს აუცილებელი იყო. ხომ არ არის ეს საშიშროება? თქვენ თქვით, რომ რაიმე ისეც არ ველოდებით, მაგრამ უკვე სხვაგვარად აღიქვამს საზოგადოება ყველა ინფორმაცია, რასაც შესაძლოა ცრუ ინფორმაციაც დავარქვათ. აი თქვენ როგორც პროფესიონალი, როგორ ხედავთ, არის თუ არა რაიმე საშიშროება ამ ეტაპზე? არა, ეხლა დედამიწაზე არაფერი ასე ვთქვათ, ახალი არ გამოჩენილა. ახალი რატომ არის? საერთოდ რატო იწვევს ახალი რაღაც პანდემიას და ანუ ყველას რო ემართება, იმიტომ რომ ის ახალია და დედამიწის მოსახლეობას არ აქვს იმუნიტეტი. ახლა გრიპი ეს ვარიანტი, აი რომელიც ახლა ყველაზე ხშირად დადის, მაყურებლისთვის, ახლა ბევრისთვის არაფერის თქმელი არ იქნება, მაგრამ H1N1 პანდემიური ქვია იმას, იმიტომ რომ ეს იყო 9-10 წლებში რომ პანდემია გამოიწვია დედამიწაზე, ეხლა ის გრიპის ვირუსია წამყვანი. თუმცა უფრო ადრე რო იყო თქვა პანდემიური H3 ვირუსი, ისიც დადის, B-ტიპის ვირუსიც დადის გრიპის, მაგრამ ახლა ადამიანებს ამას არავითარი განსხვავება არ აქვს, ადამიანს გრიპი ემართება. როდესაც ადამიანი ასე ვთქვათ, მაგრამ რადგანაც ჩვენ ახლა უმრავლესობას ეს გრიპის ვირუსი ადრე შეგვედრია, ყოველწლიურად გრიპის ვირუსი ცოტათი იცვლის ხოლმე, ასე ვთქვათ, თავის მოდით ესე ვთქვათ, კოსტუმს გამოიცვლის ხოლმე ყოველწლიურად და ვერცნობს ორგანიზმი, რომ ისევ გრიპის ვირუსი მოვიდა და ამიტომ ალბათ მაინც გახდება, ოღონდ სუბუქად გახდება. ამიტომაც არის, რომ ვაქცინაც ყოველწლიურად დადგება იმ წელიწადს, რაც გრიპის ვირუსები არის, იმის წინააღმდეგია შემადგენლობა იმ ვაქცინისაც. ამიტომაც, მაგრამ სამწუხაროდ აი ვინც პირველად შეხვდება განსაკუთრებით ვირუსს, იმისთვის შეიძლება ძალიან მძიმე იყოს ბავშვებისათვის, ასევე მძიმე შეიძლება იყოს გრიპი ძალიან ხანდაზმულებისათვის, რადგანაც მათი იმუნიტეტი უკვე ასე ვთქვათ, კარგად ვერ მუშაობს. ასევე ძალიან საჭიროა გრიპის ვირუსი ორსული ქალბატონებისათვის. ამიტომ აი ისინი აუცილებლად უნდა იყვნენ ხოლმე აცრილი გრიპის დროს.
გასაგებია, თქვენ გაამახვილეთ იმაზეც ყურადღება, რომ აუცილებელია აცრა და აცრის დროულად ჩატარება. აი ესეც გითხარით, ბატონ პატა, რატომ არის მნიშვნელოვანი დროული აცრა? ჩვენ გვეუბნებიან, გვისახელებენ დაუშვათ თვეს. გითხარით, თუ შეიძლება შემოდგომაზე უნდა აიცრათო, როგორც გვეუბნებიან, მაგრამ თქვენ უფრო სწორად ეტყვით მაყურებელს. არა, ნუ ახლა რა თქმა უნდა, ჯობია მაშინ ავიცრათ, როცა გრიპი არ არის, იმიტომ რომ დღესაც რეკომენდებულია, დღესაც უნდა აიცრას ადამიანი. ეხლა მე თქვი მაგალითად ორსულები ხო, ხა ორსულმა შეიძლება შემოდგომაზე არ იყო ორსულა და არ იცოდა, ხო და ნუ ამიტომ ახალგაზრდა იყო და არ აიცრა, მაგრამ ეხლა ორსულად რო არის, ეხლა უნდა აიცრას, იმიტომ ოღონდ ეხლა აცრას რა, ასე ვთქვათ, ისეთი ცოტა რაც ვაქცინას ჭირდება დრო, რომ იმუნიტეტი გამოიმუშაოს. ანუ დღეს რო ავიცრები 2 საათში იმუნიტეტი არ მექნება. ამას ჭირდება 10 დღე 2 კვირა. აქედან გამომდინარე, აი ეს 10 დღე 2 კვირა ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ ამ დროს არ დაგვემართოს გრიპი. ამ დროს შეიძლება მაგალითად იგივე აი ნიღბით ვიაროთ, ხო, თავი დავიცვათ იმისათვის, რომ დახურულ სივრცეებში ვინმე ავატყოფი არ იყოს. ბაშორ ყველაზე კარგია, რომ ავატყოფი თუ მაინც გავაგარეთ, ნიღბით გავიდეთ, იმიტომ რომ მაშინ სხვას არ გადააწყობთ. აბსოლუტურად გეთანხმებით. უღრმესი მადლობა ბატონო პაატა საინტერესო ჩართვისთვის. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეს ჩვენი ტელემაყურებლისთვის და ალბათ პერმანენტულად უნდა შევახსენოთ საზოგადოებას რა არის მთავარი, მნიშვნელოვანი, როგორ დავიცვათ თავი და რა პრევენციული ზომების მიღებაა საჭირო იმისათვის, რომ ავირიდოთ როგორც დავუშვათ გრიპის სხვა სახეობა, ასევე პაპილომა ვირუსი. იმეც ვიქონიებთ, რომ თქვენ არაერთხელ იქნებით ჩვენი გადაცემის სტუმარი, მე კი გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე. მადლობა და ჯანმრთელობას გიცხოვთ. მნიშვნელოვანი ფაქტები, საზოგადოების ჩართულობა, ანალიზი, მთავარი თემები. საზოგადოებრივ პოლიტიკურ თოქ-შოუში თემა ნანა რობაქიძესთან ერთად.